დედამიწის ეთერული დონის ცივილიზაცია. მამა აბსოლუტის გზავნილი 20 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე დავიწყებ თხრობას იმ ცივილიზაციების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ უფრო დაბალ განზომილების სამყაროებში. ეს ცივილიზაციები ერთგან განსხვავებით, რომლებიც გაჩნდა ადამიანზე ადრე ან მოვიდნენ ადამიანთან ერთად, შექმნილები არის თავად ადამიანის მიერ. იმასთან ერთადაც კაცობრიობის ვიბრაციები ეწეונה ხუთი განზომილებიდან მესამეში, ნატიფ მატერიალურ სამყაროშიც, რომელიც არის ადამიანების ცხოვრების ამსახველი ფიზიკურ დონეზე, ასევე ხდებოდა ცვლილებები. იმ ეგრეგორების გარდა, რომლებიც ითვისებენ და ანკურებენ ერთი სახის ენერგიებს, აქ გამოჩნდნენ სამყაროდ გონიერი ნატიფ მატერიალური არსებები ჰუმანოიდური სახის, რომლებიც შექმნა უფრო მეტად ძლიერმა და ემოციურად გაჯერებულმა ადამიანთა ემანაციებმა. ეს ხდებოდა შემდგომი სახით. როდესაც ხდებოდა ადამიანი, რომელიც შეპყრობილი იყო ძალიან დაბალი ენერგიებით, და რომელმაც სიკვდილის წინაც კი ვერ შეძლო სულიერი სიმშვიდის მოპოვება, განსაკუთრებით თუ ეს იყო ძალადობრივი სიკვდილი, მისი ემანაციები, რომლებიც ძალიან ძიმე და მკვრივი იყო, ვერ ადიოდნენ ზევით, რათა სინათლისკენ წასულიყვნენ. ისინი რჩებოდნენ ეთერულ დონეზე და რადგანაც ჰქონდათ გონების ნაწილი, ფორმირდნენ სხეულში. თუმცა, რადგანაც ღვთაებრივი სულის ნაწილს არ შეეძლო დარჩენილიყო მისთვის დაბალ ვიბრაციებში, ისტოვებდა ადამიანის სხეულს და ან მიდიოდა სინათლეში, ან გადასამუშავებელ ქვაბში დედამიწის მაგმასთან. ხოლო ადამიანის ეთერული სხეული აგრძელებდა ცხოვრებას დარჩენილი ცნობიერებით, რომელიც შეუნარჩუნდა იმის სწავლობით, რომ ეს ახალი არსება იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეს და ხედავდა იმ ყურაფენს, რაც მასზე ხდებოდა. სხვა შეხვედრით რომ თქვათ, გარდაცვლილი ადამიანი რჩებოდა დედამიწის ეთერულ ფენაში საკუთარ ეთერულ სხეულში და ინარჩუნებდა მეხსიერებას წინა ინკარნაციის შესახებ. ამგვარად თანათამობით წარმოიქმნა დაბალ ვიბრაციული ცივილიზაცია, რომელიც ასე ახლოს მეზობრად სახლობს ადამიანებთან მიმართებით. ხალხში ასეთი არსებებს უწოდებდნენ ქაჯებს, მაგციებს, მოჩვენებებს და ყოველ მათგანს რეალურად აქვს თავისი სპეციფიკა. როდესაც ფიზიკური სხეული სიკვდილის შემდგომ ხდებოდა სხვადასხვა ადგილებში, წყალში, ტყეში, მთებში, ჭაობში, სოფლებში თუ ქალაქებში, ეს არსებები იძენდნენ დამატებით მახასიათებლებს, რომლებიც შეესაბამებდნენ მათ საცხოვრებელ ადგილებს. ამგვარად ქაჯებმა შეითვისეს ტყის ემანაციები, ამიტომაც გარეგნულად თქვან გავრიურებული ტყის მაცხოვრებლებს მაგციები ცხოველებს თუ ისინი სიკვდილის შემდგომ ხდებოდნენ მათ გარშემო, ხოლო სოფლის ან ქალაქის მაცხოვრებლები მონჟებს გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში ამ არსებებს შეუძლიათ მატერიალიზება, თუმცა ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გრძნობენ მშობლიურ და მათთვის ნაცვლ დაბალ ვიბრაციის ენერგიებს. ზოგჯერ ისინი მიიზიდებიან გარკვეულ ადგილებთან ან ადამიანთან, თუმცა ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება. უმეტესწილად ეს არსებები არიან ფარდის მეორე მხარეს და უხილავები არიან ადამიანებისთვის. ისინი აგრძელებენ თავიანთ საყვარელ საქმიანობას ენერგეტიკულ ვამპირის, საგანაც საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლიათ მხოლოდ ძალიან დაბალი ვიბრაციის ენერგიებით. ნათელი და სუფთა ადამიანი, რომელსაც მაღალი ვიბრაციები აქვს, მათთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. მასთან მათ მიახლოებაც კი არ შეუძლიათ. ამიტომაც იმის შემდგომ, რაც თქვენი პლანეტა გადავა მეხუთე განზომილების სივრცეში, ეს ცივილიზაცია შეწყოს არსებობს, სადაც არ იქნება შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს სხეულები ახალი ვიბრაციის ენერგიებით. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომოდ უყვარხართ საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა ხოჭო. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.